მას შემდეგ, რაც ჩემი ტყუპები წამოიზარდნენ, ახალშობილთა კვების სექციაში აღარ შემიხედავს. უნდა ვაღიარო, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აფთიაქში ვიყავი ბავშვებისთვის ჰიგიენის ნივთების საყიდლად და რიგში ჩემს წინ იდგა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალიან წუხდა იმაზე, რომ ბავშვთა კვება ძალიან გაძვირდა. და მან მითხრა, რომ 45 ლარიანი საკვები მის შულს პრაქტიკულად 2 დღეც არ ყოფნის, საუბარია ხელოვნურ რძეზე და თუ ამას დავუმატებთ პამპერს და დავუმატებთ ჰიგიენის საშუალებებს, ფაქტობრივად ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება საკმაოდ სერიოზული თანხა ჯდება. ასე რომ, თუ თქვენი რომელიმე ნათესავი გასამხნევებლად შემოგძახებთ ხოლმე, რომ ბავშვი ოღონდ გააჩინეთ და ღმერთი გაზრდის, მას უთხარით, რომ ღმერთს არა, მაგრამ მას პირადად აუცილებლად გაუგზავნით ბავშვის ხარჯების ჩეკს. ამ ამბავმა ის ხანმოკლე პერიოდი გამახსენა, როცა ჩემს უძილობასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ტყუპების საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მოზრდილი ხარჯი ემატებოდა. 8 თვის იყვნენ ტყუპები, როდესაც შევწყვიტე ლაქტაცია. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და ამ მიზეზებზე ოდესმე აუცილებლად მოგიყვებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ხელოვნური რძე ბავშვებს დილას აღამოს მაინც სჭირდებოდათ და შესაბამისად დაახლოებით 4-5 თვე მომიწია მათთვის ხელოვნური რძის მიცემა. და ეს იმდენად სერიოზული ფინანსური ხარჯი იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ მახსოვს, ჩემი მულები მიგზავნიდნენ ესპანეთიდან ბავშვის საკვებს, რადგან შეუძლებელი იყო ტყუპისთვის აქ იმ საჭმლის ყიდვა, იმ ხელოვნური რძის შეძენა, მე ვსაუბრობ 5 წლის წინანდელ მოვლენებზე და ახლა ის საკვები რომ ნახე, რასაც ჩემშვილებს ვაჭმევდი, აი მართლა შოკი დამემართა, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახმა მოახერხოს ტყუპის გაზრდა იმ ხელოვნური რძით. არადა ჩვილის ბუნებრივი გზით გამოყვებას, როგორც ვიცი, ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. ამას თავისი მიზეზები აქვს. ბევრი ქალისგან მსმენია, რომ სამშობიაროში მათ სთავაზობენ ხელოვნურ რძეს და ეუბნებიან, რომ ბავშვი ცოდუა და ვიდრე რძე მოუვა, ჯობს რომ ხელოვნური რძით გამოიკვებოს ბავშვი და შემდეგ უკვე თვითონ ბავშვი ამბობს უარს დედის რძეზე, რადგან ამას სჭირდება დამატებითი მცდელობა მისი მხრიდან, დამატებითი ძალისხმევა და მას ურჩევნია, რომ ხელოვნური რძით დაკმაყოფილდეს. ეს არის ძალიან სერიოზული მავნებლობა, როდესაც დედას არწმუნებ იმაში, რომ თუ ხელოვნურ რძეს მიიღებს ბავშვი, შემდეგ უპრობლემოდ გააგრძელებს დედის რძით გამოკვებას. ქალიც ამ შემთხვევაში დიდად ინფორმირებული არ არის ხოლმე და ვერ უწევს სათანადო წინააღმდეგობას მისი აზრით კომპეტენტურ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ქალს ფიზიკურად არ შეუძლია ბავშვის გამოკვება და ექიმის თავაზობს პირდაპირ, რომ ხელოვნური რძით გამოკვება ბავშვი, რადგან ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია საკუთარი შვილის გამოკვება. ეს სხვა შემთხვევაა, თუმცა ძირითად შემთხვევაში, როგორც წესი, ქალებს შეგვიძლია ჩვენი შვილების გამოკვება და ძალიან ცუდია, რომ ამ ყველაფერში უხეშად ერევა მარკეტინგი. 5 წლის წინ ეს ყველაფერი დაახლოებით 2-ჯერ იაფიღირდა, მაგრამ მაშინაც კი ეს ხარჯი ჩემს ოჯახს მძიმე ტვირთად აწვებოდა. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა დღეში აღმოჩნდებოდი ახლა უმუშევარი ჩვილის საკვების შეძენა კიდევ რომ მჭირდებოდეს და ფასები ყველგან ასეთია. მე მესმის, რომ ყიდვა-გაყიდვის საუკუნეში ვცხოვრობ და დღეს ყველაფერი მარკეტინგია, მაგრამ კარგი იქნებოდა სახელმწიფო სადღეგრძელოების ნაცვლად რეალურად ახალისებდეს შობადობას, რადგან თუ დავთვლით ერთ ჩვილ ბავშვს, რამდენი სჭირდება არა მხოლოდ კვების თვალსაზრისით, არამედ ჰიგიენის თვალსაზრისით, მივხვდებით, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ფინანსური ტვირთი. იმდენად რთული და იმდენად მძიმე ტვირთი, რომ ზოგჯერ შეიძლება დახმარების გარეშე ოჯახმა დამოუკიდებლად თავი ვერ გაართვას ამ ყველაფერს. მიკერძებებაში რომ არ ჩამთვლო და სპეციალურად შემოვიარე რამდენიმე აფთიაქი სხვადასხვა დასახელების და შევამოწმე ბავშვთა კვების ფასები, ასევე ჰიგიენის საშუალებების ფასები.
მართლა ისეთი მდგომარეობა იმდენად გაძვირებულია იმ დროსთან შედარებით, როდესაც მე ბავშვები შვილები მყავდნენ, რომ ფაქტობრივად მეოთხე შვილის გაჩენას რომ ვაპირებდე, ამ ფასების გადამყიდი აუცილებლად გადავიკეთებდი. ბავშვს მხოლოდ საკვები არ ჭირდება დამეთანხმებით, ალბათ მას ჭირდება ჰიგიენის განსაკუთრებული საშუალებები, ზოგს ალერგიული ფონი აქვს. ფასები არის იმხელა, რომ არ ვიცი, ყოჩახ ახალშობილი ბავშვის მშობლებო ამ ყველაფერს ასე რომ ართმევთ თავს. და თუ ვერ ართმევთ თავს და სირცხვილი ჩვენ სახელმწიფოს. თუ ჩემსავით უკვე წამოზრდილი ან კიდევ უფრო სიასაკის შვილები გყავთ, ცალითვალით მინდა ბავშვთა ჰიგიენის განყოფილებაშიც შეგახედოთ. ფიქრიც არ მინდა რა დღეში ჩავარდებოდი ამ ყველაფრის ყიდვა რომ მიწევდეს. ამასობაში მინდა ცოტა ლაქტაციის ჩემეულ გამოცდილებაზეც მოგიყვეთ. ჩემი სამივე შვილი გაიზარდა დედის რძით, მათ შორის ტყუპები, რომელთათვისაც 6 თვემდე არანაირი დამატება არ მიმიცია, ისინი იზრდებოდნენ დედის რძით და მატება იყო თვეში კილო 200, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ხშირად მოხვდებიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ არ ჰქონდათ რძე და ვერ გამოკვებეს საკუთარი შვილი და ამიტომაც მოუწიათ ხელოვნური რძის მიცემა. რეალურად კი ძალიან მცირე პროცენტია ქალების, რომელსაც ლაქტაცია არ შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს ცოდნა იმის, როგორ შეიძლება გამოიკვებოს ბავშვი დედის რძით. საზღვარგარეთ ამის სპეციალური პროგრამებია, რომ დედებს ასწავლონ, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები, თუმცა ჩვენთან სამწუხაროდ ხშირად ხდება შეჩეჩება ხელოვნური რძის. და ასე რომ ვიდრე ბავშვს გააჩენთ თუ ემზადებით დედობისთვის, აუცილებლად გაწევრიანდით ხოლმე ლაქტაციის ჯგუფებში, სადაც მიიღებთ მინიმალური ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და შემდეგ სამშობიაროში თუ მოგიცუცკდებათ ვინმე კეთილის მსურველი, რომელიც გეტყვით, რომ ცოდოა ბავშვი, ხო ვიდრე რძე მოგივათ, მანამდე ჯობს ხელოვნური რძე მისცეთ, მას დახვდებით ცოდნით შეიარაღებული და აუხსნით, რატომ გინდათ, რომ ბავშვმა დედის რძე მიიღოს და რომ დასაწყისში არსებული ის ხსენის რამდენიმე წვეთიც კი ჩვილისთვის არის დამაკმაყოფილებელი, მანამ ვიდრე დედას მოუვა რძე. თუ ვერ იცანით, თეკლა და სანდრო არიან 5 წლის წინ. ბუდი ჩემთან. ვაღიარებ ცოტათი კიმენატრება ის დრო ორი ასეთი მუთაქარო მყავდა სახლში, მაგრამ ამ ორის კვებასა და მოვლას დღევანდელი ფასების პირობებში მართლა არ ვიცი როგორ გავქაჩავდი. მადლობა ღმერთს, რომ უკვე დიდები არიან. მაგრამ დროა ჩვენს დროსა და რეალობას დავუბრუნდეთ. გაგიკვირდებათ და სახლში დაბრუნებულს გაზი ისევ გათიშული დამხვდა. ყოველ შაბათკვირას ჩემს უბანში გაზმომარაგების ავარიულად გათიშვა ნელ-ნელა უცვლელ ტრადიციად ყალიბდება. ბოლო კვლევების თანახმად ძალიან შემცირებულია საქართველოში შობადობა, სულ უფრო ნაკლებ დედას უჩნდება სურვილი ამ ვითარებაში გააჩინოს შვილი, რადგან არ არის დაზღვეული იმაში, რომ მინიმალურ საჭიროებებს მაინც დაუკმაყოფილებს თავის შვილს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ეს შიმშილობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ პური. შეიძლება ზოგ შემთხვევაში პურიც არ გქონდეთ, მაგრამ როდესაც ბავშვი თავისი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის საჭირო პროდუქტებს თვეობით ვერ იღებს ხორცს, ვერ იღებს რძის პროდუქტებს, ვერ იღებს მისი ორგანიზმისთვის საჭირო და მისი განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი შიმშილობს. როგორც გვპირდებიან, გას მალე ჩართავენ, თუმცა ამ დაპირებების უკვე აღარც მჯერა. თუ რა პრობლემაა? ზამთარში გათბობის გარეშე ცხოვრებას მგონი ნელ-ნელა ვეჩვევით. ახლა ვესაუბრები ორ ქალს. ერთი არის ევროპაში და მეორე აქ თბილისში. ორივეს ყავს შვილი, ბავშვი და მიყვებიან რა პროცესი გაიარეს. ევროპაში მყოფი ქალი მიყვება რა ძალისხმევა დახარჯა სახელმწიფომ აი ეს ლაქტაციის პროცესი რომ სწორად წარმართულიყო და ბავშვს ბუნებრივი საკვები მიიღო და თბილისში მყოფი ქალი მიყვება როგორ შეაჩეჩეს სამშობიაროში ხელოვნური რძე და რა რთული ფინანსური წნეხია მისი ოჯახისთვის აი ამ რძის ყიდვა. დასკვნად თქვენ თვითონ გააკეთეთ.
და სხვათა შორის ევროპაში საკმაოდ ხელმისაწვდომია ხელოვნური რძე და ხელმოკლე ოჯახებისთვის კიდე ცალკე პროგრამები არსებობს და ეხმარებიან მათ იმისთვის, რომ ბავშვის განვითარება, მისი კვება მიმდინარეობდეს შეუფერხებლად. ორივე უარი მითხრა ჩაწერაზე იმ მოტივით, რომ ახლა მოუწესრიგებლები ვართო, ცოტა მოვიმატეთ წონაშიო, ცუდად გამოვიყურებითო და არ გვინდაო. ამას მომდევნო ეპიზოდებში აუცილებლად დაუბრუნდები. ქალების თვითშეფასებას რა ემართება აი ამ პროცესში, როდესაც ბავშვი ახალი გაჩენილია, შენი თავი არ მოგწონს, ჰორმონები თავისას შვება და ასე შემდეგ. ძალიან გამიხარდება კომენტარებში თქვენს გამოცდილებაზე თუ დამიწერთ, ძალიან მაინტერესებს. ანუ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ქალის ხედვა აი ამ ლაქტაციის პროცესის, დედობის დაწყების პროცესის მიმართ. როგორც იქნა მოვიდა გაზიც და სახლში დაბრუნდა მამაც. საღამოს ეს მხიარული შერკინებები ჩემს სამივე შვილს ძალიან ართობს, თუმცა სრული შემადგენლობით ერთად ყოფნისთვის ბევრი დრო აღარ გრჩება. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ჩვილები აღარ არიან, გაგიკვირდებათ და მათაც ჭირდება კვება, აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ემიგრანტი მამა რამდენიმე დღეში ისევ უკან ემიგრაციაში დაბრუნდება. ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ძალიან კარგად იციან, რა ცუდი პერიოდია ეს დრო, როდესაც წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ათვლას იწყებ. თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის, ჩათრევას ჩაყოლას ჯობია და მაქსიმალურად ვცდილობთ ნაკლები ვიფიქროთ ამაზე და ვიფიქროთ მომავალზე, რომელიც არის ძალიან ბუნდოვანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა მეტშანს არტოვებს. მამა ემიგრაციაში, დედა სახლში და ბავშვები გაურკვეველი მომავლის წინაშე. სამწუხაროდ ყოველ წელს ამდენ ხანს ერთად ყოფნა არ გამოგვდის. ბავშვებმა მამასთან თამაშით ასე თუ ისე გული იჯერეს. რთული სათქმელია ჩვენი აუტანელი ოჯახი კიდევ ერთხელ ასე ხანგრძლივად როდის გამთლიანდება. Lisho,